ვიფიცე ეს წარწერები დილიდან გაჩნდა ქუთაისშიც გაფიცულია ათობით კომერციული ობიექტი, თანამშრომლები კი დახურული შენობების წინ უცვლელი მოთხოვნებით დგანან და ამბობენ, რომ ეს პროტესტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. გაფიცულია ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიც. ირაკლი ვაჩიბერაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება ქუთაისში. გისმენ ირაკლი. ქვეყანაში არსებულ საყოველთაო გაფიცვას ქუთაისიც უერთდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გაიფიცა აფთიაქები, ქსელური მარკეტები, ზოგადად რამდენიმე ათეული კომერციული ობიექტი და გაფიცული არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი. მე გავესაუბრები აქ მყოფ ადამიანებს, მათ სათქმელს მოვისმენ, ვხედავ მაკა ხეცურიანს. ქალბატონო მაკა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ შეერთებოდით საყოველთაო პროტესტს? აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარკვეული ნაწილი უერთდებით საყოველთაო გაფიცვას დღევანდელ სახელწოდებით იფიცება საქართველო. ჩვენ ვთვლით, რომ არ არის დღეს დუმილის დრო, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიმაღლოთ ხმა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი გაფიცული ობიექტებისა, ვიცით, რომ არის ორი საერთო მოთხოვნა მთელ საქართველოში, ეს არის რეჟიმის პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ეს არის ახალი არჩევნები და რაც შეეხება გამომდინარე იქედან, რომ დღეს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან კარგად დაგვანახა, რომ საქართველო ძალიან მიისწრაფ ევროპული ფასეულობებისკენ, ევროპული ოჯახისკენ, დიახ, ქართული განათლებაც ასევე ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს, ევროპულ ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს არ დავინახოთ ყველამ განათლების როლი დღევანდელ სიტუაციაში და ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღეს სწორედ განათლებული ქართველების იქნება. ძალიან დიდი მადლობა. გავესაუბრები ეკა ფხაკაძეს, ჩემს კოლეგას და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს. ეკა, თქვენი სათქმელი რა არის? ირაკლი, ჩემი სტუდენტები ამ უნივერსიტეტში არიან მომავალი ჟურნალისტები და პირველი, რასაც ვცდილობ მათ ვასწავლო, არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერი ამას ეკარგება აზრი იმ შემთხვევაში, თუ მე არ დავდექი ამ ღირებულების დასაცავად, იქ სადაც მას იცავენ, ან იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ღირებულების დაცვისთვის და სხვა ევროპული ღირებულებებისთვის, ევროინტეგრაციის დაცვისთვის დღეს გამოკეტილი არიან ციხეებში, ამიტომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ასევე მოსკოვშიც, რუსეთშიც არსებობს უნივერსიტეტები და არსებობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. ოღონდ იქ ჟურნალისტებს იჭერენ, კლავენ და დღეს ხმის ამომღები ჟურნალისტი არ არის. ჩვენთან ჟურნალისტებს თავს ესხმიან, ასახიჩრებენ. ბოლო თავდასხმა იყო ჩემს კოლეგაზე ზვიად ქორიძეზე, გუშინ და მას თავს დაესხმეს ეგრეთ წოდებული დეპუტატები. მე ვიცი, რომ ამ შენობაში ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს ამ ღირებულებებს, ოღონდ აქ არ არიან, ან ვერ არიან. მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად, ყველაზე ძლიერად ფალშს გრძნობენ შვილები, მოსწავლეები, სტუდენტები. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. უღმეს მადლობა და ვხედავ ამირან ხვადაგიანს, სხვათა შორის ეს არის ლექტორი, რომელიც მუდმივად დადის პროევროპულ აქციაზე. ბატონო ამირან, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, რა არის თქვენი სათქმელი, რას ეტყოდით ქართულ ოცნებას? ძალიან მოკლედ გეტყვით. პირველ რიგში ჟურნალისტებს მადლობას გეტყვით და შემდეგ ჩვენს ახალგაზრდობას, ღირსეულ მომავალ თაობას, რომელიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოში ქვეყნის მომავალს ემსახურებიან. მე მათ უყურებ და ვარ ბედნიერი. არ არსებობს ზალა, რომ ჩვენ ახალგაზრდობას შეუცვალოს მიმართულება ევროპიდან რუსეთში. აი, მადლობა მინდა უთხრა მათ მშობლებს. ღმერთმა დალოცვილი და ბედნიერი ამყოფოს ჩვენ ქვეყანასთან ერთად ჩვენი ახალგაზრდობა. უღმეს მადლობა. ასეთია ვითარება ქუთაისში, ქვეყანაში დაანონსებულ საყოველთაო გაფიცვას ქუთაისიც შეუერთდა.